რვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის წინ საგანგებო განცხადება გააკეთეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თქმით ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ. ასევე ადგილზე მყოფმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა განაცხადეს, რომ 19 ივლისს თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნების მიმართ ერთობის მარში ჩატარდება. მოგესალმებით ქუთაისიდან. დღეს ადგილობრივები და პროდასავლური პარტიის წარმომადგენლები ვადასტურებთ ჩვენ ურყევ ერთგულებას საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობისა და მისი პრინციპებისადმი. დღეს ხელისუფლება მიტაცებული ყავს ერთ ადამიანს, ამიტომ შესაბამისად 19-ში ვიკრიბებით თბილისში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ დიდ ერთობას საქართველოს დიდი წინააღმდეგობის მიმართ. ქუთაისში წარმოდგენილი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ჩვენ პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რა თქმა უნდა, უცხადებთ ურყევ ერთგულებას ამ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც არის უპრეცედენტო საქართველოში. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს ანტიქართული, ანტიევროპული და ანტიდასავლური ძალა, რომელიც არის ივანიშვილის სახით წარმოდგენილი. ამისთვის უარს ვეუბნებით, რა თქმა უნდა, ადგილობრივ არჩევნებს, რეალურად კი რუსულ სპეცოპერაციას და ეს ყველაფერი მხოლოდ რეჟიმის ცვლილებით არის, რა თქმა უნდა, შესაძლებელი. ამიტომ 19-ში საღამოს 7 საათზე თბილისში ყველას ველოდებით იმისთვის, რომ ნათლად დავანახოთ საზოგადოებას, რომ არსებობს ივანიშვილის რეჟიმს. დღეს ჩვენ აქ შეკრებილი საზოგადოება ჩვენს მხარდაჭერას უცხადებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. აქედან გამომდინარე ვაცხადებთ უარს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც არის რეალურად რუსული სპეცოპერაცია. ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის შემდეგი. ჩატარდეს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველას შემოგვიერთით 19 ივნისს 7 საათზე დაგეგმილ აქციაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. ჩვენი ერთობლივი ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ რვა პარტიის ერთობა, რომელიც ბოიკოტს უცხადებს საქართველოში დაგეგმილ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებს. ჩვენი მოთხოვნები და მიზანი უცვლელია რიგარეში არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა, რაც საშუალებას მოგცემს იმისა, რომ ქართველმა ხალხმა რეალურად დააფიქსიროს თავისი ნება. თვითმმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობის მიღება ნიშნავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ყველანი ერთობლივად 19-ში თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ აქციებს და სოლობებს ვუერთდებით, რათა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი უცვლელი პოზიცია ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ხელისუფლება მიტაცებული ყავს ერთ ადამიანს და რამდენიმე ადამიანის ჯგუფს. ამიტომ მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ჩვენ არ გვეშინია ბრძოლის, თუმცა აბსოლუტურად ვიაზრებთ, რომ ამ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს და ამას ვადასტურებთ ერთად პროდასავლური პარტიები. ფიქრობთ, რომ ქვეყანა მიდის ცუდი მიმართულებით, ამიტომ სასწრაფოთაა საჭირო მდგომარეობის გამოსწორება და ამაში ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ვუერთდებით და ერთგულებას უცხადებთ იმ უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც შეიქმნა საქართველოში და პარალელურად, რა თქმა უნდა, უარს ვეუბნებით ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც რეალურად არის რუსული სპეცოპერაცია და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ასევე გავაცხადებთ და ახლაც ვამბობთ, რომ 19 საათზე თბილისში 19-ში ველოდებით ყველას თუ ვანახოთ რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი არის ეს მარში იმისთვის, რომ ყველას ნათლად დავანახოთ და ვუთხრათ უარი ამ რეჟიმს. ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მიტაცებული ყავს ეს ქვეყანა და ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას. ამიტომ ეს მარში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ველოდებით ყველას 19-ში 7 საათზე თბილისში. ქუთაისი აბუდაბის მიმართულებით რეისები უქმდება. ვიზიარის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ვიზიარ აბუდაბი წყვეტს 1 სექტემბრიდან ოპერირებას. გავრცელებული ინფორმაციით ვიზიარის თვითმფრინავების ძრავები არ იყო გათვლილი იმ ცხელ კლიმატურ პირობებზე, რაც არაბეთშია. ემირატების ბაზრიდან გასვლის მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად ირანისა და ისრაელის კონფლიქტი სახელდება. ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ქუთაისი აბუდაბის რეისები აღარ შესრულდება ტურიზმის სექტორისა და მოგზაურებისათვის სერიოზული დარტყმა იქნება. მისივე თქმით, ეს არის აბრეშუმის გზის დაკეტვის ტოლფასი ტურიზმისთვის. ქუთაისი აბუდაბის რეისის გაუქმება, ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა ქუთაისის და იმერეთის ტურისტული
პოტენციალისთვის და ინდუსტრიისთვის, არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და ეს არა მხოლოდ ზაფხულის ჯავშნებზე აესახება, ეს აესახება განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე. მაშინ, როცა ქუთაისში და იმერეთში სეზონი ყველაზე დაბალი არის და ყველაზე ნაკლები მოთხოვნა არის, ამ დროს დუბაი, აბუ-დაბი, ქუთაისის რეისზე საკმაოდ დატვირთული იყო ტურისტების ის რაოდენობა, რომელიც ზამთრის კურორტებზე მიემართებოდა და ამ რეისის გაუქმება ნიშნავს ამ ქალაქისთვის საკმაოდ დიდი ზიანის მოტანას განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში და მომიჯნავე სექტორებში ჩართული ადამიანებისთვის. ეს არის იგივე მაგალითად აბრეშუმის გზის დაკეტვის ტოლფასი არის, იმიტომ რომ ეს აკავშირებდა ახლო აღმოსავლეთს საქართველოსთან, ევროპასთან, ჩრდილოეთთან და აღმოსავლეთთან. ანუ ეს იყო გარკვეულწილად გზაჯვარედინი, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური ხაბის შემძენი, ანუ ლოჯისტიკური ფუნქციის შემმატებელი ქუთაისისთვის, ამ ქალაქისთვის და ამ რეისების გაუქმება არ ნიშნავს მხოლოდ რიგითი ტურისტების არ ჩამოსვლას. როგორც განმარტებიდან ვიზიარი განმარტავს, ეს პირველ რიგში ეხება ძრავების პრობლემას, რომელიც არ იყო სავარაუდოდ გათვლილი იმ ცხელ ჰავაზე და კლიმატურ პირობებზე, რომელიც არის ემირატებზე და თქვათ არაბეთის ნახევარკუნძულზე. ასევე მეორე პრობლემა ეს იყო, ალბათ ვფიქრობ, ეს იყო მთავარი პრობლემა, მაინც ის კონფლიქტური მდგომარეობა და არასტაბილური მდგომარეობა, რაც არის ისრაელსა და ირანს შორის. ლაშა ბერეკაშვილი ასევე საუბრობს ქუთაისი აბუ-დაბის რეისის სხვა გზებით შენარჩუნებაზე, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს. როგორც ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ამისთვის მზადება და მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან დროულად უნდა დაწყებულიყო. ყველა ძალისხმევა ეხლა უნდა იყოს დღეს მიმართული იმისკენ, რომ ეს რეისი შენარჩუნებული იქნეს თუნდაც სხვა ავიაკომპანიის ჩართულობით და მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ ამის ნიშნებს. ამის შესახებ ჩვენ ერთი თვით ადრე ქონდა მინიშნებით, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომ ეს იგეგმებოდა და რატო არ მოხდა, მაგალითად უკვე დაწყება და მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიების მისამართით, რომ ეს ხაზი ქუთაისი აბუ-დაბი რომ შენარჩუნებულიყო და არ მოხდარიყო ის კოლაფსი და ასე ვთქვათ, ის დიდი დარტყმა, რაც ახლა ჩვენ ყველამ ერთად განვიცადეთ. ამ კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქების გზები უნდა გამოინახოს დროულად, საჩქაროდ, მაგალითად Fly Dubai, Air Arabia და სხვადასხვა ავიაკომპანიები ნარჩუნდებიან, ასრულებენ რეისებს, რაც იმას გულისხმობს, რომ არსებობს გზები ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ მაინც შესრულდეს რეისები. ვიზიარი ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმ მგზავრებისათვის, ვისაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ. იმ მგზავრებს, ვისაც გაფრენა 31 აგვისტოს შემდეგ აქვთ დაგეგმილი, თანხა დაუბრუნდებათ 7 დღის განმავლობაში იმავე მეთოდით, როგორითაც მოხდა გადახდა. იმ მგზავრებს, ვისაც დაბრუნება დაემთხვა, შეჩერების შემდეგ პერიოდს შეეძლებათ აირჩიონ ან უახლოეს თარიღზე გადადებული დაბრუნება ან სრული თანხის დაბრუნება. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვსტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი გამოსამშვიდობებელ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. დანიგანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია, ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი კი გაუტეხელია. გამარჯობა საქართველო. I want to take this opportunity to say goodbye. სურს ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი 33 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არასოდეს შევხვედრი ვარ ქართველებივით დბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი, მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და თქვენი უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშკულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით და სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განსვიფრებულები ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით. ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია და ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისათვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია.
მიზეზია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე, განაცხადა რობინ დანიგანმა. ცნობისათვის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა 5 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით მიიღო პირადი გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიურ საქმიანობას ჩამოშორდეს და პენსიაზე გავიდეს. როგორც დანიგანმა აღნიშნა, მისი გაწვევა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას არ მოუთხოვია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე მასწავლებლებისათვის STEAM ბანაკი ხორციელდება. ბანაკის მიზანია საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება. STEAM ბანაკის მეორე ნაკადის მასწავლებლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კიუში უმასპინძლა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისაგან მიეღოთ ინფორმაცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი დაწყება იმ პროცესისა, რომლითაც სკოლებში უნდა გაიხსნას STEM კლუბები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლიდან კლასგარეშე პროგრამით ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, რაც გააძლიერებს მათ ცოდნასა და ცნობიერებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათთვის უფრო საინტერესოს გახდის ამ საგნების სწავლებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს და ხელი უნდა შეუწყოს შემდგომში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროფესიების კუთხით მათ განვითარებას, მათი ინტერესების გაზრდას ამ პროფესიების მიმართ, როგორც პროფესიული სწავლების, ასევე უმაღლესი სწავლების კონტექსტში. პროექტი გულისხმობს სასკოლო განათლებაში ისეთი პროფესიების სწავლების გაძლიერებას, რომელშიც ჩვენ უნივერსიტეტს აქვს განსაკუთრებული პრიორიტეტი. ეს არის STEM პროფესიები, თანამედროვე ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინოვაციები, სადაც ჩვენი უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი. ჩვენი უნივერსიტეტის დაფუძნების იდეაში დევს სწორედ ამ პროფესიების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტია თანამშრომლობა სკოლებთან, მასწავლებლებთან, ამდენადაც პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არიან ჩვენი მომავალი სტუდენტები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჭიდროდ თანამშრომლობთ სკოლებთან, რომ გაძლიერდეს სწავლება ამ მიმართულებით სკოლებში. STEAM ბანაკი 2 ნაკადად ხორციელდება. პირველ ნაკადს კი 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა. მეორე ნაკადისათვის კი ბანაკი დღეს დაიწყო და 18 ივლისს დასრულდება. 2025-2026 სასწავლო წლიდან შერჩეული ლიდერები საკუთარ დამსაქმებელ სკოლებში დააფუძნებენ STEAM კლუბებს. ამასთან ისინი შექმნიან საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროექტებს და მიღებულ პრაქტიკას დანერგავენ სასკოლო კლუბებში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა, რადგან დღეს 21 საუკუნეში მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებში განვითარდეს ისეთი უნარები, რომელიც დღეს სამყაროს გადაარჩენს და ყველა იმ გლობალურ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც დღეს ჩვენს გვერდითაა. STEM უნარები მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ განვითარდეს სკოლაში და შესაბამისად ჩვენ მასწავლებლები ვართ პირველი ის ადამიანები, რომლებიც ამ უნარების განვითარებას შეუწყობთ ხელს. ჩვენ სრულიად საქართველოს მასშტაბით გვეძლება საშუალება, რომ დავნერგოთ აღნიშნული განათლება სკოლაში. როგორც მოგეხსენებათ, STEM განათლება საფუძველი არის, ერთგვარი ხიდია მოსწავლის განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში და მნიშვნელოვან ზრდის მის შესაძლებლობებს გახდეს თანამედროვე მოქალაქე, რომელსაც განვითარებული ექნება ფუნქციურ გლობალური უნარები. პროგრამის STEAM განათლება ფარგლებში ჯამში 828 მასწავლებელი დარეგისტრირდა. ტესტირების საფუძველზე საუკეთესო შედეგის მქონე 200 მასწავლებელი შეირჩა. ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა STEAM მიმართულებით დავალებების შემუშავებასა და STEAM საგნების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ვიზუალური ხელოვნება, მათემატიკა ინტეგრირებულ სწავლებაზე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს სამართალდამცველებთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსის 429 აბი და აბის ნატეხები ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევეს. გაძევებულთა შორის არიან ინდოეთის, ყირგიზეთის, ირანის, რუსეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, თურქეთის, ტაჯიკეთის, ბანგლადეშის, ერაყის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს.